მოკლედ ერთხელ გათენდა დილა და ოლიმ გაიღვიძა და დაინახა რომ მამა თავის ოლის სკამს ამაგრებდა მანქანაში და ოლიმ მკითხა დედას დედა სად მივდივართო დედამ უთხრა ბაღში მივდივართო ოლის გაუხარდა ფაფა შეჭამა და მე თავის სკამში ჩაჯდა მამა და დედა მამა და ოლი წავიდნენ ბაღში დილით და ოლიმ თან წაიღო თავისი ბუჩი ხო და გზაზე რომ მიდიოდნენ მამა უცებ მანქანის ფანჯარა გააღო ოლიმ ხელი დააჭირა და გააღო და ბუჩი გაფრინდა მამა ფანჯრიდან ო ნო ბუჩი გაფრინდა მამა ხო და ოლის რა ეკნა ახლა წავიდა და მივიდნენ ბაღში მამა ითამაშა ოლიმ ბაღში დიდხანს იქით აქეთ გავიდა დრო და დედა და მამა ისე მოვიდნენ და ოლი გამოვიდა ბაღიდან და ჩაჯდნენ ისე მანქანაში და დაიწყეს გზაზე წამოვიდნენ და ოლი თან ეძებდა გზაზე ათვალიერებდა ბუჩი სადმე ხო არ აგძიაო ხო და გაჩერდნენ გედებთან გადმოვიდა ოლი და მანქანიდან და კითხა გედებს გედებო ჩემ ბუჩი ხო არ გინახავთო აქ გადმოფრინდაო გედებმა უთხრეს არაო წადი და დაკებს კითხეო ოლი ისო ჩაჯდა მანქანაში და დაკოქა მამამ და წავიდნენ მივიდნენ დაკებთან გადმოვიდა ოლი და მივიდა დაკებთან და კითხა დაკებო ჩემ ბუჩი ხო არ გინახავთო დაკებმა უთხრეს ჩვენ არა და იქნებ ცეყვავს კითხო მამა ცეყვავსო კარგიო წავალ ხა და ვკითხავთ ცეყვავსო ოლი თქვა და ჩაჯდა მანქანაში და მამამ დაკოქა და წავიდა ისევ მივიდნენ ცეყვავთან და გადმოვიდა ოლი და უთხრა ცეყვავო ჩემ ბუჩი ხო არ გინახავთო ცეყვავმა უთხრეს კიო ჩვენ მიპოვეთო აგერ გდიაო იქ ეგდობა ამა ტყლაპოში დასრული ბუჩი ოღონ ჩაფუშული იყო მამა ხო და ეხლა აიღო ოლიმ და წამოიღო სახში ჩაჯდნენ მანქანაში ისევ და მამამ დედამ და ოლიმ მოიტანეს ბუჩი სახში და დედამ გარეცხა წყალი მოუშვა და გარეცხა ეს ტყალახიანი ბუჩი მამამ კიდე დაბერა თავისი ნასოსი გადმოიღო მანქანიდან დაბერა და ბუჩი გაიბერა ბუჩი მამა და ოლიმ დაიწყო ისე ბუჩი თამაში აი გადაარჩინეს ბუჩი